აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ზესტაფონში იმყოფებოდა, სადაც ქართული ოცნების მერობის კანდიდატთან ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში არსებული ძირითადი პრობლემებს გაეცნო. შეხვედრისას გიორგი ჯინჯარაძემ აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ჩართულობით პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობაზე ისაუბრა. დევნილთა პრობლემების გადაჭრის მიზნით აფხაზეთის მთავრობა შეხვედრებს ეტაპობრივად ყველა კომპაქტურ ჩასახლებაში გამართავს. ჩვენი პრობლემები გავაჟღერეთ, ძალიან მნიშვნელოვანი და რაც ძალიან გვიჭირდა, ეს არის სახურავის შეკეთება, მთლიანი გამოცვლა, შეგვიძლია ამ პრობლემების აღმოფხვრას. თუ აიდენტიფიცირებთ იმ პრობლემებს, გამოწვევებს, რაც უდგათ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას და შესაბამისად შემდეგ უკვე მოვახდენთ ჩვენ რეაგირებას და ამ რეაგირების მიზნით ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ გაფართოებულ შეხვედრას იმის ფარგლებში, რა რესურსით ჩვენ გაგვაჩნია და შემდგომ უკვე ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომით და კოლაბორაციით ვეცდებით, რომ ყველა ეს პრობლემა აღმოვხვრათ.